აისეტის კვლევითი ინსტიტუტი ახალი მოწვევის პარლამენტისთვის 5 რეკომენდაციას ავრცელებს. მათი მოსაზრებით მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია პარლამენტმა გააუქმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2024 წლის 4 ივნისს შეტანილი ცვლილება, რომელიც ოფშორების კანონის სახელით არის ცნობილი. მეორე გაუქმდეს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში 2024 წლის 27 ივნისს შეტანილი ცვლილებები საპენსიო სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული ცვლილებებით შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს ფონდის მმართველობის ეფექტურობა და გაიზარდოს პოლიტიკური ზეგავლენის რისკი საინვესტიციო გადაწყვეტილებებში. მესამე რეკომენდაცია თავისი მანდატის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სრული დაკომპლექტება დამოუკიდებლობითა და პატიოსნებით გამორჩეული პროფესიონალებით. მეოთხე ასევე უზრუნველყოს ქვეყნის შიდა კანონმდებლობის და რეგულაციების სრული შესაბამისობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სხვა დასავლელი პარტნიორების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების პირობებთან და ბოლო რეკომენდაცია, რომელთაც უზრუნველყოფს ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გამჭვირვალობას. თითოეული რეკომენდაციის მნიშვნელობაზე სასაუბროდ კი სტუდიაში გიორგი პაპავა, აისეტის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გვერდდება. დილომშვიდობისა, გიორგი, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში 5 რეკომენდაციაზე ვისაუბროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მაინდამაინც ეს რეკომენდაციები და თითოეულთან მიმართებით რა ტიპის რისკები არსებობს, თუ კი არ იქნება ცვლილებები შეტანილი. დიახ, ეს 5 რეკომენდაცია ეხება ისეთ 5 საკითხს, რომელიცაც პირდაპირ გავლენა აქვს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პროგნოზირებადობაზე და მისი მდგრადობის უზრუნველყოფისთვის არის მნიშვნელოვანი წინაპირობები. თითოეულ ამ პუნქტთან დაკავშირებით დეტალურად შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ყველგან კითხვა ჩნდება, რამდენად რეპუტაციულ ზიანს ხوار აყენებს ის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. მკუთხით, რომ მაგალითად ოფშორების კანონზე როდესაც საუბრობთ, ის აჩენს კითხვებს პირველ რიგში, ხომ არ არის რისკები, რომ ის ჩარჩო, რომელიც შეიქმნა, გამოყენებული იქნება, ფულის გათხრება იქნება ეს თუ სანქციებიდან თავის არიდების მექანიზმებად და როდესაც ესეთი კითხვები არსებობს და საპასუხოდ არ არსებობს არანაირი კონკრეტული სარგებელი, რომელიც შეიძლება ამ კანონმდებლობით, ამ ცვლილებით მივიღოთ, ეს არის სწორედ მაგალითად ისეთი კანონის, როდესაც ერთმანეთთან შესადარისი არ არის რაღაც სარგებელი და დანახარჯი კონკრეტული რაღაც საკანონმდებლო ცვლილების. იმიტომ რომ ჩვენ რო დავაკვირდეთ ოფშორებიდან და მსგავსი ფინანსური ზონებიდან შემომავალ ფულად ნაკადებს, ეს არ არის ისეთი ფულადი ნაკადები, რომლებიც გამოირჩევა მდგრადობით შემოდის რაღაც გრძელვადიან ინვესტიციებზე ორიენტირებული და არის უფრო ისეთი ინვესტიციები, რომელიც შემოდის და გადის და რეალურად მნიშვნელოვან კონტრიბუციას რაღაც გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაში არ აქვს. ეს რისკი რო ჩავდოთ, ამის საპირწონე არ არის ის შემოსავალი და ეს უკავშირდება. დიახ, იმიტომ რომ ხედავთ ჩვენ, რომ როცა ანალიზი გავაკეთეთ, არის პერიოდები, როდესაც შემოდის ფულადი ნაკადები, არის პერიოდები, როდესაც გადის და საბოლოო ჯამში რაღაც გრძელვადიან პერიოდს თუ შევხედავთ, თუნდაც საშუალოვადიანს, ეს ნაკადები ერთმანეთს აბალანსებს და საბოლოო ჯამში არაფერი დიდად ქვეყანაში ამ კონკრეტული ტიპის ინვესტიციებიდან არ რჩება. ანუ სარგებელი მინიმალურია და ამ დროს კითხვის ნიშნები ერთის მხრივ, როგორც ვახსენი, ანუ არაკანონიერი გზების გამოყენებასთან დაკავშირებით რაღაც დამატებით мотиваციას ვაჩენთ, როდესაც ვაიაფებთ რაღაც შედარებით უფრო ბუნდოვანი წარმომავლობის თანხების ქვეყანაში შემოდინებას და მეორე არის რომ სხვა ინვესტორებისთვის, რომლებიც ამ ზონებიდან არ ფიქრობენ და ჩვეულებრივ არის ევროპის კავშირიდან, ამერიკიდან საქართველოში ინვესტირებაზე ფიქრობენ, მათთვის ეს სიგნალია, რომ შენთვის ისინი კი არ არიან პრიორიტეტები, არამედ ოფშორებიდან თანხების მოზიდვა პრიორიტეტი, რაც ზოგადად ამოვარდნილია, ხო, რამდენი ხანი გავიდა რაც კანონი მივიღეთ და მათ შორის არც საქართველოს მთავრობა არ საუბრობს რაიმე კონკრეტულ სარგებელზე, რაც აქედან მივიღეთ, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. კი ბატონო, მოდი გადავიდეთ. პენსიის შემთხვევაში, ანუ მთავარი კითხვა არის, რომ პრემიერ-მინისტრ მიენიჭა გაიზარდა მნიშვნელოვნად ძალაუფლება საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც იმ ქვეყანაში, სადაც პარლამენტი უნდა იყოს ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრელი, არის ძალიან გაუგებარი ცვლილება და კიდევ ერთხელ კითხვებს აჩენს იმაზე, თუ რამდენად გამჭვირვალედ და პროგნოზირებადად გვინდა რომ ჩვენ განვახორციელოთ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის დავაკომპლექტოთ საპენსიო ფონდის, ასე ვთქვათ, მმართველობითი ორგანო. ამასთან ერთად შემდეგ პუნქტებზე როცა გადავალთ, დავინახავთ, რომ ერთმანეთთან კავშირშია ყველა ეს 5-ვე პუნქტი. მათ შორის ამ ცვლილებებით გაიზარდა შესაძლებლობები ეგრეთ წოდებულ სხვა აქტივებში ინვესტირების, რაც თავის მხრივ შეიძლება არ იყოს ცუდი რამ, უბრალოდ როდესაც დროში ემთხვევა ერთმანეთს, რომ შენ ერთის
მხრივ ზრდი პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებას, მეორეს მხრივ ზრდი შესაძლებლობას სხვა აქტივებში თანხის განთავსების, მათ შორის სახელმწიფო პროექტებში, ამავდროულად ახორციელებ პროექტს ანაკლიაზე რო გადავიდეთ, სადაც არ არის ცხადი რა ტიპის ხელშეკრულებით და რა ფორმის თანამშრომლობით ხდება ამ პროექტის განხორციელება, რა ვალდებულებებს იღებს ქვეყანა. აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის სწორედ იმ კითხვებს და რეპუტაციულ ზიანს, რომელიც არ შეიძლება არსებობდეს თუ ჩვენ მიზნად გვაქვს გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარება. კი ბატონო, ერთ-ერთი მთავარი იყო ასევე ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების თემა. ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში აქტუალობას არ კარგავს, შეიძლება ითქვას. ამ კუთხით რა ტიპის ზიანი მოგვადგა და რა არის მთავარი რეკომენდაცია? დიახ, ჩვენი რეკომენდაციების ნაწილი, ანუ აქამდე რაზეც ვისაუბრეთ, ძალიან პირდაპირ კავშირშია საქართველოს პარლამენტთან. ხო, უშუალოდ მის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. რაც შეეხება ეროვნული ბანკი, აქ შეიძლება ითქვას, რომ მისი ასეთი გამოკვეთილი პასუხისმგებლობა არ არის, თუმცა როლი მნიშვნელოვანი აქვს, იმიტომ რომ ის ამტკიცებს მათ შორის ეროვნული ბანკის საბჭოს და ჩვენ ვნახეთ წარსულ პერიოდში, მას შემდეგ რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მიიღო გადაწყვეტილება ეგრეთ წოდებული ფარცხალაძეს საკითხთან დაკავშირებით და რამოდენიმე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა და არა მარტო ვიცე-პრეზიდენტებმა, ამის შემდეგ არ მომხდარა მნიშვნელოვნად შევსება ეროვნული ბანკის საბჭოსი და ჯერ ისევ მგონი 5 წევრით ოპერირებთ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსთვის ეკონომიკური განვითარების, არის ბევრი კითხვები, ბევრ საკითხთან დაკავშირებით და ამ დროს კრიტიკულია, რომ ეროვნული ბანკი იყოს სრულად დაკომპლექტებული და ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც მან ცალსახად მიიღო აი ამ გადაწყვეტილებების ფონზე, მათ შორის, როდესაც ხედავთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა რეალურად მნიშვნელოვნად აღარ არსებობს ამ შეჩერებული პროგრამის კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ დაკომპლექტდეს სრულად ეროვნული ბანკი, დაკომპლექტდეს როგორც ამას კანონი ითვალისწინებს პროფესიონალობით და დამოუკიდებლობით გამორჩეული ადამიანებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა უკვე ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებების, იგივე როდესაც საუბრობთ სანქციების სრულად და ეფექტურად აღსრულებაზე საქართველოს შემთხვევაში. აქაც ვფიქრობ, რომ პარლამენტსაც აქვს ერთი მხრივ ირიბი როლი, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ეროვნული ბანკის საბჭო უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული, ასევე აქვს როლი უკვე თვითონ ამ სანქციების აღსრულების ზედამხედველობის კონტექსტშიც, ხო? იმიტომ რომ ჩვენ თავის დროზე გვახსოვს, რომ არ იყო ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მისი ბრძანება, ამას ძალიან კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა, შეიძლება პოლიტიკური ზეწოლაც დაუძახოთ პარლამენტიდან და მთავრობის მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ აი ამ როლში, ამ სიტუაციაში ძალიან პოზიტიური როლი ითამაშოს მომავალმა პარლამენტმა. რადგან ეროვნულ ბანკზე ვსაუბრობთ, გუშინაც კიდევ 60 მილიონი გაყიდა ინტერვენცია და ბოლო წინა ორი ინტერვენციის დროს 113 მილიონი ჯამურად საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი წინასაარჩევნოდ, როგორ აფასებთ ამ ყველაფერს და მერყეობას ლარის კურსის ნაწილში რას უკავშირებთ? დიახ, ესე იგი, ლარის კურსის მერყეობა მოსალოდნელია, იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ გვაქვს ძალიან გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაცია, რაც ბუნებრივია, რომ ეკონომიკურ განზომილებაშიც გადაითარგმნება და ლარის კურსი არის ხოლმე ამის რაღაც პირველი საზომი. რაც შეეხება ინტერვენციებს, ძალიან ვალიდურია ალბათ კითხვა, რომ არჩევნები რომ არა მიღებული იქნებოდა თუ არა იგივე გადაწყვეტილებები. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არ იქნებოდა და არჩევნები გარკვეულ როლს თამაშობს ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და არის ამაში გარკვეული პოლიტიკური მერყეობას წინასაარჩევნოდ ამისგან ბანიავებთ შეიძლება ითქვას იმ რეზერვებს შეიძლება არ დაუშვებს მერყეობას გადაჭარბებული ნათქვა მიიღოს, მაგრამ ითვალისწინებს ჩემი აზრით იმ ფაქტორს, რომ არჩევნები ახლოს არის. და ბოლო საკითხსაც ძალიან მინდა შევეხო, აუცილებლად მინდა შევეხო ანაკლიის პორტის განვითარებას. ხო, ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ძალიან წინ უნდა წაწიოს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები და ჩვენი როლი შუა კორიდორში და როდესაც ამ პროექტის განხორციელებისას ჩვენ გვაქვს ისეთი თანამშრომლობა, რომელსაც არ გამჭვირვალეს არ ხვდით, არ ვეუბნებით მოსახლეობას რა რისკებს ვიღებთ, რა ტიპის ვალდებულებებს ვიღებთ იმ კონკრეტული თანამშრომლობის ფარგლებში, ეს ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს კონტრაქტი, ეს ხელშეკრულება იყოს საჯარო და ყველა მიცოდეს თუ რა ტიპის ვალდებულებების აღებაზეა საუბარი, რადგან ეს მოგცემს შემდეგ შესაძლებლობას იმისი, რომ გადაუწყვეტოთ მსგავსი ვალდებულებების
აღება გვინდა თუ არა. ჩინეთის მსგავსი ტიპის კონტრაქტები ბევრ ქვეყანაში ძალიან ცუდად არის დასრულებული, როდესაც სახელმწიფომ ვეღარ მოახერხა შეესრულებინა ის ვალდებულებები, რომელიც პარტნიორთან აიღო და მიუხედავად იმისა, რომ დღეს წარმოჩენილია პროექტი როგორც მთავარი წილი, ასე თქვათ, 51% რომ სახელმწიფოს მფლობელობაშია, ეს ცალკე საკითხია, რამდენად სახელმწიფო თუ კერძო გვინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ესე იქნება, იმიტომ რომ როდესაც ვალდებულებების აღება ხდება, შესაძლებელია, რომ საბოლოო ჯამში ეს სიტუაცია შეიცვალოს და გარკვეულწილად კონტროლი აღარ ქონდეს საქართველოს სახელმწიფოს იმაზე, თუ რა ტიპის გადაწყვეტილებები იქნება პორტთან დაკავშირებით მიღებული და ჩინეთი სამწუხაროდ არის ქვეყანა, სადაც ასევე პოლიტიკური მოტივები თამაშობს მნიშვნელოვან როლს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას. არ არის ეს ქვეყანა, რომლის კომპანიებიც მხოლოდ რაღაც ბიზნეს ინტერესებით მოღვაწეობენ და როდესაც მით უმეტეს სახელმწიფო საწარმოოებს საუბრობთ ჩინურზე, მათ აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური განზომილება და პოლიტიკური მიზნები და ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გასაჯაროება. როგორ ფიქრობთ, იქნება მძაობა მოქმედი ხელისუფლების ან ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ამ თემებზე აქცენტების გაკეთება და ამ რეკომენდაციების გათვალისწინება ამ ნაწილში როგორ აფასებთ? დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს ხუთი თემა, რაც შეეხება ეკონომიკურ განზომილებას, არის პირველადი მნიშვნელობის, როდესაც ახალი პარლამენტი დაკომპლექტდება, ანუ ეს არის საკითხები, რომელზეც პირველი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, არის სხვა გადაწყვეტილებები, რომელიც ეკონომიკურ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, დამატებით შეიძლება რომ რაღაც რეკომენდაციებზე ვისაუბროთ, მაგრამ პირველი რაც ახალი კომპლექტაციის პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, არის ამ რეკომენდაციების ჩემი აზრით გათვალისწინება, თუმცა მინიმუმ ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება. გიორგი, მადლობა თქვენი დროისთვის. გიორგი პაპავას უსმენთ, ICT-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი.